თავკაცებში ამ დარგის. არა ვარ აღიარებული. მე კი არა უნივერსიტეტი აღიარებული აქ ჩემი ბიოგრაფია საკაა დაეჭირა. ხო და რატო უნდა დაეკარგოს უნივერსიტეტს კაცო მისი დამსახურება აქ ჩემი კი არ არის მარტო აი ჩემი თანამშრომლები თანაავტორებიც არიან იმის გარდა ამ შრომებში ნოდარ გვილავა რომელიც არცეთ ხარისხი არ ქონდა და შესანიშნავი ფიზიკოსი იყო თანაც ბარახლოში იყო ყველაფერი ქონდა და ყოველ გაჭირვებაზე ექსპერიმენტატორი ხო იცი ახლა თეორეტიკოს ინტერნეტში შეხვალ და რაღაცა ხო და მიიღბოდი მაგრამ შემჭირიმეს არ არის ნოდარ გვილავაც ამისი ისაგაცო აი ეს ამდენი წლის კულტურა ასე ნაგავში რო ჩაყარეს პასუხს არ მოთხოვს ერი კაცო ამაზე მეცნიერი გინდა ფიზიკოსი იყოს გინდა ფილოლოგი ის სიტყვა ტყვიაზე ძლავრია არის ვალუტა კი არა ესე სტრატეგიული იარაღია ერის ბატონ სერგეს ეხლა აი მე თეღანს ცოტა სკეპტიკური ის სიტყვა თქვი და რაღაც რეაქციაც ჰქონდა თქვენ აი ეხლა ეს ყველაფერი ვილაპარაკეთ რაღაცნაირად მაინც წარმოჩნდა როგორ განადგურდა ბევრი რამე ჩვენ გარშემო მაგრამ ახლა ცოტათი ვიოცნებოთ და აი როგორ წარმოგიდგენია და თითოეული მათგანმა წარმოვიდგინოთ აი დაუშვათ ახლა შეიქმნა ვითარება უცებ ისეთი რომ საჭირო არის შემოbrunება მეცნიერების უმაღლესი განათლების სკოლის სასკოლო განათლების აი რა შეიძლება გაკეთდეს რა დაფინანსება დაჭირდება რა საორგანიზაციო თუ ინსტიტუციური ღონისძიებები დაჭირდება იმას რომ რაღაცნაირად დავაბრუნოთ ჩვენ დაკარგული პოზიციები დანგრევა ძალიან ადვილია 3 წელი დანგრევისთვის არის ძალიან დიდი დრო ესე იგი უზარმაზარამების დანგრევა შეიძლება 3 წელი გაკეთებისთვის შექმნისთვის არის ძალიან ცოტა ის სკოლები 10 წლეულების განმავლობაში იქნებოდა და უცებ ასე იგი მოიშალა აი რა ეშველება აი როგორ წარმოგიდგენია თქვენ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ რამდენიმე წელიწადში 3 წელიწადში აღარ იქნება ეს შედეგები მაგრამ დაუშვათ რომ აი ობამა რომ ამბობს რომ მალე ვერ იქნება ამერიკაში ამბობს წარმოგიდგენიათ ამას სადაც არც ფინანსები აკლია და იქნება აუცილებლად იქნება ჩადებ ინვესტიციებს აუცილებლად გამოიღებ შედეგს სასაკვირველია ამერიკა აი ამ პრეზიდენტის იმითი არა გავარდება პირველ ადგილზე ისევ ჩამორჩა იმიტომ რომ შეამცირეს და სადღაც 80-იანი წლებიდან იწყება აი გაუშვეს იმაზე რა ქვია თარეზე ისე და მე რაღაცა ავარია რომ მოუხდათ იმის მერე დაიწყეს თუ რაღაცა სენატორმა შეიტანა რაღაც შესწორება თქვათ აი ამ უწყებამ მარტო თავის იმაზე ჩადოს ფული და სხვას არ მისცესო ესე იგი არ მისცესო სხვა სტაბილური მაგალითად ხომ სხვა საძლევდა თანხებს რათა თემატიკა შეესრულებინათ ხო? ხო. აი თუ არსებობს საქართველოში კონცეფცია რომელიც მთლიანობაში წარმოიდგენდა რეფორმის მიმართულებებს ესე იგი მთლიანობაში ეს მეცნიერებას ეხება უმაღლეს განათლებას ეხება სასკოლო კონცეფცია თუ არსებობს კონცეფცია იყო ასეთი რომ ეს რაც ინსტიტუტები და ესენი გას არის სუქანი ვარიები რომელიც უნდა შემწამოთ მაგრამ უყურეთ თქვენ რა შეასაკრა აი შეხედეთ რა სტრატეგიული ისმე არ ვიცი რა არისო აი ადამიანს რომ მოშივდეს ძალიან მოიჭრის ბარდახს და შეჭამს ხომ გადაყვება მაგზე ესე იგი სტრატეგიული არის რაღაცა ხო რკინის გზა მაგისტრალი იმისი ნავთობის პორტი ბატონო ჩემო ელექტროსადგური არის სტრატეგიული ობიექტები რომლის შეჭმა არ შეიძლება ბატონ ზეგის ჩვენ ვამბობდით მაშინაც და დღესაც არა მართლა გადავიდეთ იმ შედეგზე რაც ბრძანეთ მაშინ რომ არის ასეთი კონცეფციები საქართველოში ბატონო თქვენგის აკადემიაში თქვენც მოგისმენიათ უნივერსიტეტშიც მოგისმენია ერთ-ერთი ავტორი თამარ მარსალიშვილის კონცეფცია ყველა ვიცით მაგრამ ამაზე ერთი საინტერესო რამ უნდა გითხრათ რაც თქვენ ბრძანეთ სხვათა შორის აი აგვისტოს ომამდე იყო ჩუმად ხელისუფლების წრეებიდან მეცნიერებში მოსინჯვა
ხულიგან პროფესორებს გულისხმობ, ხულიგან პროფესორებთან მოსინჯეს, ნიადაგი რომ იქნება მეცნიერების კონცეფციაო რაღაცაო დაიწეროსო და მივაწოდოთ და ერთი შეკითხვა დაუსვით წარმომადგენლებს. მაგრამ კონცეფცია არის დროსათა სივრცეში განსაზღვრული. საიდან იწყება როგორ მეცნიერების კონცეფცია 5 წელი გაიარა პრეზიდენტს არ ქონია თქო და მის წარმომადგენლებმა არ ქონიაო და მე უფრო გულშემატკივარი აღმოჩნდი რესტრუქტურიზაციის მაინც დაარქვით სირცხვილია თქო ჩვენ კი ვეძახეთ ბატონო თენგიზ მე და თქვენ დაინგრა მეცნიერება უნივერსიტეტი მაგრამ მაგენი ხო ფიქრობენ რომ გადაარჩინეს ხო და ეხლა მეცნიერების კონცეფცია მეორე არჩევნებზე პრეზიდენტს კი არ უნდა გაუკეთო რესტრუქტურიზაციის დანგრევით მერე რასაკეთებ ჩამოიწერა იქ პუნქტობრივად რომელმა სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს რომელმა უმაღლესასწავლებლმა რა უნდა აკადემიამ რა აკადემიამ რა ამანა რომ აი ამის ფონზე და სხვათა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების 4 ტომეული გამოკვლევა დაიდო. რა უბედურებები მოხდა მეცნიერებაში. და გამოსწორების გზები იქაც იყო ჩადებული და ვალდებული არიან აქედან გამომდინარე ეს რესტრუქტურიზაცია გააკეთონ. რისი მოსინჯვა უნდათ ამითი გაუგებარი იყო. როგორც კი მოისმინეს რომ აი ეს უნდა მოხდეს, აბა თუ თქვენ ნება თუ არ იყო წეღარ რაზეც თქვენ ბრძანებით კანონი არ არის, კანონს რაც დაიცავენ ნება არ აქვს თვითონ გაკეთების და ნება გამოავლინეთ და თქვენმა პრეზიდენტმა გამოადგოს ერთი განკარგულება, ბრძანებულება თუ არა რომ მოდი ამ სამინისტროზე ეს გააკეთოს და შედგება მე კონცეფცია არსებობს აქეთ იქეთ იმ მეცნიერში ამ მეცნიერში 3-4 კონცეფცია დღეს საქართველოში არის, მაგრამ ის ცვალებადია. არ გაკეთდა ეს და მე აგვისტოს ომბაც მოვიწია და მე ის კონცეფცია კი არა და ყველანი და ყველაფერი დავიწყებული იქნა. ასე რომ იმ სტრატეგიაზე ბარძაყის მოჭრას რომ ეძახეთ თქვენ საკუთარი ბარძაყის მოიჭრეს გემოს გაუსინჯეს იქე და მგონი არ მოეწონათ. აი ამ 3 წელიწადში ისე დაინგრა რამდენი წელი ჭირდება ჯერ ისე იმ დონეზე რომ ავიდეთ ჩვენ რა დონეზეც რო აღადგინა რა რო აღადგინოთ და მე ვიფიქროთ მის წინსვლას ეხლა ბატონმა თენგიზა ბევრი ისაუბრა ფიზიკაზე და ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძიმი დღეში ამიტომ ესე იგი საიდან ვიწყებთ ის უნდა ვიცოდეთ აი ეხლა რა ხდება ავთანდილ ბატონო ჩვენს დარგში აი ჩვენ ვარ ილია ვთქვა სად გავჩერდითო ის უნდა ვიცოდეთო იმისთვის რომ წავიდეთ ახლა ყველამ ძალიან კარგად იცის სოფლიო დონის სკოლები ქონდა ჩვენ თქვა ირანისტიკაში, თურქოლოგიაში, არმენისტიკაში და ასე შემდეგ ფილოლოგიაში აღარას ვთქვა ქართულ ფილოლოგიაში დღეს შემორჩა თითო სკოლებზე აღარ არის ლაპარაკი თითოეულა კაცია და ისიც რაღაც ფრაგმენტული საქმიანობა მდებარეობს აი ამ დარგებში აი ეს რა უნდა გაკეთდეს უნდა ჩვენ ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ უნივერსიტეტი ბატონო თენგიზ ისე აი მე ვიტყვი ხალბატონო მაიერ მე ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარი ეხლა მე რა ფაქტსაც ვიტყვი 2005 წელს გაუქმდა